გამარჯობა ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე ეხმაურება. მედიის კითხვის საპასუხოდ მდინარაძემ თქვა, რომ თუ ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავსი ბრალდებებისთვის მზად არ არიან, მაშინ ვერც კორუფციას გამოუცხადებენ ბრძოლას და ვერც ეფექტიან მენეჯმენტს განახორციელებენ. მდინარაძის განცხადებით წლების განმავლობაში დაგროვილი იყო პრობლემები, რაც კორუფციულ დანაშაულს უკავშირდებოდა. მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და მე ვფიქრობ, რომ ამ ჩემი სიტუაციიდან თლად სწორი არ იქნება რაღაც შეტევაზე ჩემგან გადასვლა, თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ, აბსოლუტური გულწრფელობით, რომ როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, ამისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები შეიძლება უარესიც იყო, არის და იქნება. თუ ამისთვის მზად არ ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი, მაშინ ვერც კორუფციას გამოუცხადებ ბრძოლას, ვერც საქმეს გააკეთებ და ვერც რაღაც სწრაფ მენეჯმენტს უზრუნველყოფ თავის მხრივ. მე მინდა შემთხვევითაც ვისარგებლო და ასევე ვილაპარაკო წინა წლებიდან გადმოსულ პრობლემებზე, რაც კორუფციული დანაშაული შედეგი იყო და დღეს სამწუხარო მემკვიდრეობად გვაქვს, რამდენ რეგიონშიც არ ჩავედი, ყველგან დამხვდა რამდენიმე პროექტი, ზოგან ხიდი, ზოგან გზა, ზოგან წყალი, ზოგან გაზიფიცირების საკითხებთან დაკავშირებული, რომელიც რამდენიმე ცალკეული კონტრაქტორის გამო დღემდე დაუსრულებელია, უხარისხოთ არის და მინდა გავაფრთხილო ყველა აბსოლუტურად. ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რაღაც უხარისხობის, დაგვიანების და პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებელი მიიღონ. ეს ყველას არ შეეხება, უნებრივია. ყველას ვაფრთხილებ, რომ ესე მარტივად და ჩვენი ჰუმანურობით ისარგებლებენ და დროზე და ხარისხიანად დაასრულონ ის პროექტები, რომლებიც რეგიონებში არის დაწყებული. ირაკლი ღარიბაშვილის ორი ბუნდოვანი და ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხავი წერილი 17 და 18 აგვისტოს გავრცელდა. მისი ბინიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული მილიონებისა და ძვირფასი ნივთების მიუხედავად ამტკიცებს, რომ დამნაშავე არ არის. შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო უწყება მას ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ბრალდები წარუდგინა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა, მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმაც. კორუფციის ბრალდებით დაპატიმრებულია ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის არაერთი წევრიც, მათ შორის სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლი ულუაშვილი, მისი მოადგილე ლევან ახობაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. ვინმე მან შეცდომაში შეიყვანა, ან აბსოლუტურად რაღაცა რეალობის შეგრძნება დაკარგა. მაინც იმედი მაქვს, რომ ეს ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა, იმიტომ რომ ესეთი რეალობა, რომ თითქოს ირმა ინაშვილი და ვინმე ტიტო ჩუბინიძე არიან ადამიანები, ვინც ეწევიან რაღაც ისეთ საქმიანობას მის სახელთან დაკავშირებით, რომ 5 წელიწადში მისი პოლიტიკაში დაბრუნება ქმნის რაღაც საფრთხეს და ამ საფრთხემ განაპირობა ის მიმართ მუქარა, რომ გინდა თუ არა უნდა აიღოს თავის თავზე რაღაც არჩადენილი დანაშაული და მით უმეტეს განსაკუთრებით, რასაც განვიცდი, ეს არის, რომ იგი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს, მის ცოლ-შვილს, მის ოჯახს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს არის პირდაპირ დისკრედიტაციისკენ გადადგმული დაბეჭდი. რა თქმა უნდა, რთულია საუბარი ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ყოფილ წევრზე, ამ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, რომელიც გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში. ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი, ეს მას უნდა დაუსვათ კითხვა, საზოგადოებამ კი იცის, რომ ამ წლის დასაწყისში მან თვითონვე აღიარა დანაშაული, კორუფციული დანაშაული, რომ მას ჰქონდა უკანონოდ მიღებული თანხები, რომელიც არ დაუდეკლარირებია, რომელიდან გამომდინარე მან მიიღო პირადი სარგებელი და ეს ამ აღიარებული დანაშაულიდან გამომდინარე იგი სამის პასუხისმგებლობასაც იხდის. ამიტომაც რთულია საუბარს ვისაუბროთ, თუ რატომ დასჭირდა მას ორი ერთმანეთისგან გამომრიცხავი, ურთიერთგამომრიცხავი წერილის გავრცელება. არ ვიცი რა პოლიტიკა
პოლიტიკის შემოქმედებაზეა საუბარი, როდესაც ადამიანს თვითონვე აქვს აღიარებული დანაშაული, კორუფციული დანაშაული, არავითარი ლოგიკა ამაში არ არსებობს, ელემენტარული კი და ადამიანი კიდევ უფრო თავისი დაზიანებული რეპუტაციის კიდევ უფრო მეტ დაზიანებაშია გადასული. ჩვენი გუნდის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული. ამისად მის მიერ ასეთი განცხადება, შესაძლოა საფრთხებთან დაკავშირებით, არის ჩვეულებრივი სპეკულაცია და მეტი არაფერი. ქართული ოცნების გუნდის და პირადად ბიზნა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ბრძოლა ნებისმიერი კორუფციის წინააღმდეგ და ჩვენ ვხედავთ, რომ უმაღლეს დონეზე ყველანაირი კორუფცია აღმოფხვრილია. პრემიერის ვრცელი ანალიზის შემდეგ ისტორიულ და დღევანდელ გეოპოლიტიკურ პროცესებს პოლიტიკოსები აფასებენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დღეს არსებული გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანია საზოგადოებამ სწორად გაიაზროს ისტორიაც და უახლესი წარსულიც. მთავრობის მეთაური სახელმწიფოების ეროვნულ მიზნებზე საუბრობს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არც ერთი ქვეყანა სხვის კეთილდღეობაზე არ ზრუნავს. ქართულ ოცნებაში დღეს კიდევ ერთხელ გაამართეს თუ რა არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და ფსევდოლიბერალური ჯგუფების მიზნები. თითოეული ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე დგავს თითოეულ ნაბიჯს. შესაბამისად, ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი თუ ურთიერთობა ქვეყნები არ იყოფიან, თქვათ, მეგობრებად, ძალიან მეგობრებად, ან ასე დაპირისპირებულებად, თითოეულ ქვეყნის მიმართულებით ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მათი ნებისმიერი განცხადება იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა ნაბიჯი, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. და ჩვენ საქართველოს გვაქვს შესაძლებლობა ისევ და ისევ ქართული საზოგადოების მხარდაჭერით და ჩვენი გუნდის მყარად დგომით, ერთიანად დგომით, რომ ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე და ყველა ქვეყანასთან ურთიერთობისას ნებისმიერ ფორმატში ღია თუ დახურულ კარს მიღმა ყოველთვის საუბრობთ, რომ რა არის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი, აწყოსთვის აუცილებელი და რა არის ჩვენი ქვეყნის ინტერესი. შესაბამისად, ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი, რასაც ქართული ოცნება, ქართული ხალხის მხარდაჭერით დგამს, ეს არის მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გადადგმული ნაბიჯები, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მაუხრებელი გზირი გარედან მიღებული დავალების შესაბამისად აგენტურულად ცდილობს, რომ დააზიანოს ეს ინტერესები. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ეროვნული ინტერესი, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს. ეროვნული ინტერესი იყო ის, რასაც აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა, მათ შორის რომელიც იცავდა ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ეროვნული ინტერესები გახლავთ პარტნიორობა დასავლეთთან, სტრატეგიული ურთიერთობები ამერიკასთან და ევროპასთან, ჩვენი მოკავშირეება, ჩვენ გვესახება ჩვენი დასავლელი პარტნიორები. სახელმწიფოები საერთაშორისო პოლიტიკაში უწინარესად მოქმედებენ საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, რაც ასე ძალიან არ გამოსდიოდა ნაცმოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, არამედ პირიქით მაშინ ერთგვარ პოლიტიკურ ტრენდად მათ აქციეს ის, რომ უნდა შეესრულებინათ სხვადასხვა დავალებები, უნდა გაეწიათ ანგარიში ყველასთვის და ყველაფრისათვის, გარდა საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ისტორიული ანალიზი კიდევ ერთხელ შეახსენებს ჩვენ საზოგადოებას, რომ დღესაც უმთავრესი ამოსავალი პრინციპი და ქვაკუთხედი ჩვენი ხელისუფლების საქმიანობისა უნდა იყოს და რა თქმა უნდა არის კიდეც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა, მაშინ როდესაც ჩვენ შევდივართ ურთიერთობებში ნებისმიერ სახელმწიფოსთან თუ ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან. აგენტურული ოპოზიციის და მათთან აფილირებული NGO-ების მიზნები. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ლევან მაჭავარიანი წერს, რომ საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავებას ხელს სწორედ ფსევდოლიბერალი აქტივისტები უწყობენ. საზოგადოებას კი ამის დამადასტურებელ კონკრეტულ მაგალითებსაც ახსენებს. ამ აქტორების მხრიდან ძალიან ბევრჯერ ქონია ადგილი გარე მითითებით ტყუილებზე დაფუძნებული ნარატივის გავრცელებას და ისეთი აღქმების შექმნის მცდელობას თითქოს თეთრი შავია, რაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ მიუღია. რის გამოც დამონათების, ზიზღის, ბულინგისა და შეურაცხყოფის კარგად ორგანიზებული კამპანიის მსხვერპლი მყისიერად გამხდარა. ამის თვალსაჩინო მაგალითია გამჭვირვალობის ქართული კანონი. მხოლოდ იმისათვის, რომ ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის, ბაია პატარაიასა და კოლექტიური სოროსისტების დაფინანსების წყაროები არ გამხდარა იყო საჯარო, კელი დეგნანის თაოსნობით აგენტურული ოპოზიციის უკლებლივ ყველა პარტიამ და მათმა ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა აფერისტული კამპანია სახელწოდებით რუსული კანონი მოზღვევებული ენერგიით, დაუნდობელი აგრესიითა და უკიდურესი ზიზღით აწარმოეს. ამ აღვირახსნილმა კამპანიამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მართლაც შეიყვანა შეცდომაში, ხოლო ვინც ვერ მოატყუეს და ბედავდა კითხვის დასმას, თუ რატომ იყო NGO-ების ფინანსების გასაჯაროება რუსული, პასუხად იმიტომ და ამ იმიტომთან
ერთად უამრავ შეურაცხყოფას იღებდა. ყველაზე უფრო ფაშისტური მეთოდებით უბრძალავდნენ მოქალაქეებს კანონის საკითხვას და ამ კანონის შინაარსში შესვლას. ძალიან ბევრი ადამიანი აქციაზე მხოლოდ სელფის გადასაღებად გადიოდა, რომ რუსთაველიდან ფოტოს დადებით თავიდან რუსეთ-უმეს იარლიყის მიწებება, დამცირება და შეურაცხყოფა აერიდებინა. დარწმუნებული ვარ, ამ პოსტის საკითხვისას ბევრს გაგახსენდებათ საკუთარ თავზე გამოცდილი ეს ფსიქოლოგიური ტერორი. აგენტურული ოპოზიცია, მდიდარი NGO-ები და მათი ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალი აქტივისტები უამრავ ტყუილსა და აღქმას აბცელებდნენ სოციალური ქსელების მეშვეობით. შავი ფულის გარეშე რომ არ დარჩენილიყვნენ, ყველა მეთოდით ცდილობდნენ საზოგადოების დაშანტაჟებას. სოციალურ ქსელებში ყველაზე ხშირად გავრცელებულ რამდენიმე ქართ შევეხები, რომ ამ კამპანიის აბსურდულობის მასშტაბი გაგახსენოთ. კანონის მიღების შემთხვევაში გავიღვიძებდით ჩელიაბინსკში, ავკრძალავდით ოპოზიციურ მედია საშუალებებს, ავკრძალავდით NGO ორგანიზაციებს. ემიგრაციაში მყოფი ქართველები ოჯახებს ფულს ვეღარ გადმოურიცხავდნენ. სტუდენტები დაფინანსებით ვეღარ ისარგებლებდნენ. ფერმერებს აიკრძალებოდათ გრანტების მიღება. როგორ შეიძლებოდა ეჭქვეშ დაგვეყენებინა USAID-ისა და NED-ის დაფინანსება? გავიდა 2 წელი. არ გაგვხვიძებია ჩელიაბინსკში. არ აკრძალულა ოპოზიციური მედია საშუალებები. არ აკრძალულა NGO ორგანიზაციები. ემიგრანტებს არ შექმნიათ გადმორიცხვის პრობლემა. სტუდენტებს არ შექმნიათ დაფინანსებით უცხოეთში სწავლის პრობლემა. ფერმერები იღებენ გრანტებს და აგრძელებენ მიწაზე მუშაობას. ხოლო რაც შეეხება USAID-სა და NED-ს, ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელმა ადმინისტრაციამ ორივე ეს ორგანიზაცია კრიმინალებად გამოაცხადა. ფაქტებით დაადასტურა, რომ ისინი არაჯანსაღ პროცესებს, ქაოსსა და რევოლუციებს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში აფინანსებდნენ და დახურა ორივე ორგანიზაცია. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ 2 წელში არ დადასტურდა, რომ თეთრი შავია. აუცილებელია, რომ აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა NGO-ებმა და თქვენმა ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოდიში მოუხადოთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას იმ შეურაცხყოფისთვის, ზიზღისთვის, აგრესიისთვის, ბულინგისთვის, რუსული იარლიყის მიწებებისთვის, რაც კამპანია რუსული კანონის ფარგლებში მათ აკადრეთ. ბოდიში შემდეგ აუცილებელია, რომ საბოლოოდ ჩამოშორდეთ ქართულ პოლიტიკას. ვთვლი, რომ ვალდებულები ვართ საზოგადოებას გავახსენოთ ბოლო წლების მსგავსი ისტორიები იმისათვის, რომ ფხიზლად ვიყოთ ქართველები და არასდროს აღარ მივცეთ საშუალება აგენტებსა და ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალებს, რომ ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფონ ჩვენი მოქალაქეები. პოლიტიკური განხილვის თემა ოპოზიციის განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით. სახიფათო და მოღალატებრივი გეგმა. ასე აფასებს მართველი გუნდი ნიკა გვარამიას და სალომე სამადაშვილის განცხადებებს. ნიკა გვარამიამ ჯერ თქვა, რომ აფხაზეთი არის ტრამვული მეხსიერება, შემდეგ კი ურთიერთობის დალაგების საუკეთესო მაგალითად მოიყვანა ფაშინიანი, რომელმაც მისი თქმით ყარაბაღი დათმო. სალომე სამადაშვილის განცხადებით კი საქართველო აფხაზებისთვის უკეთეს ალტერნატივას ვერ ქმნის. მორიგი დავალება უცხოური აგენტურისგან. ეს არის ქართული ოცნების შეფასება. მართლ გუნდში ამბობენ, რომ რადიკალური ჯგუფების მიერ ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის დათმობის გეგმა სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული კაპიტულაციაა. ნიკა გვარამიას, სალომე სამადაშვილის და თამთა მიქელაძის, თუსურად მახსოვს მის სახელი და გვარი, განცხადებები და ქმედებები არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ რა შეიძლება დაიმართოს აგენტს, უცხოური გავლენის აგენტს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი გარედან მიღებული დავალება, რომლის მიხედვითაც მათ გაიტესტა, რა დამოკიდებულება ექნებოდა საზოგადოებაში განცხადებას, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის ჩვენთვის ყოფილი ტკივილი, რომელიც უნდა იყოს მოშორებული. ეს ყველაფერი ისე და ისე სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული განცხადებებია. საქართველო არის აღიარებული იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიც არის საერთაშორისო ორგანიზაციების და საერთაშორისო თანამშრომლობის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არის ურყევი და უმნიშვნელოვანესი რომ შვიდობიანი პოლიტიკით ურთიერთ დახმარებითა და ურთიერთ პატივისცემით აღდგეს ის ნდობა, რომელიც დაიკარგა 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენს ძმებს და დებს შორის, ოვს და აფხაზ დებსა და ძმებს შორის და როდესაც ამ კუთხით ხედავენ, რომ მაგალითად გადადგმული არის კონკრეტული ნაბიჯები, ისინი არიან ჩვეულებრივი მებრძოლები, ჩვეულებრივი ანტაგონისტები, რომელთა მიზანიც არის სახელმწიფო ინტერესის დაზიანება და ისინი მათ შორის მზად არიან, რომ ჩვენი ისტორიული კუთხეებიც კი მოაშორონ საქართველოს, იმიტომ რომ ასეთი არის მათი პატრონის მითითება.
3 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ლელოძლიერმა საქართველომ და ქართულმა ოცნებამ მიმართა. ცესკოსთვის მიმართვით კანონით განსაზღვრული ვადა 17 აგვისტოს ამოიწურა. საარჩევნო ადმინისტრაციამ დღევანდელ სხდომაზე საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. საარჩევნო ბიულეტენში ლელოძლიერი საქართველოს საარჩევნო ნომრით 9, ხოლო ქართული ოცნება 51-ით იქნება წარმოდგენილი. 2026 წლის 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, მანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება. გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც მათ კანონით დადგენილ ვადაში მიმართეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 ოქტომბრის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის მონაწილეობის მიზნით მიანიჭა რიგითი ნომრები, ძლიერი საქართველო ლელო 9, ხოლო ქართული ოცნება 51 ნომერი. აღნიშნულ საარჩევნო სუბიექტებს აქვთ უფლება არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა და ეს გახლავთ 3 სექტემბერი მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამის ოლქში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის მიზნით. 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 15 მილიარდ 519 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,5%-ით მეტია. საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელში ექსპორტის წილი 4 მილიარდ 670 მილიონ დოლარზე მეტია, იმპორტი კი 10 მილიარდ 859 მილიონი დოლარია. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 70,2% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული ყირგიზეთი, ჩინეთი და რუსეთია. ზრდა ძირითადად დაკავშირებულია რამდენიმე ქვეყანაში სასაქონლო ნაკადების ზრდასთან. ეს არის ძირითადად ჩინეთის და მეზობელი ქვეყნების მიმართულება, თუმცა გარკვეული კატეგორიის საქონლის ექსპორტი გაზრდილია ასევე აფრიკის რამდენიმე ქვეყნის მიმართულებითაც. რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, ძირითადად და უკავშირდება ნავთობპროდუქტების ექსპორტს, ასევე გაზრდილია სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების და ძვირფასი ლითონების მადნების ექსპორტის მაჩვენებელი. ასევე აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 61% შეადგენს და აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია დაახლოებით 64%-ით. ივლისის თვეში ადგილობრივი ექსპორტის 72%-ზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა და ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა ივლისის თვეების ჭრილში რეკორდული მაჩვენებელი შეადგინა და 462 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ასევე რეკორდულია იანვარ-ივლისის ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები. რა თქმა უნდა, ადგილობრივი ექსპორტის მსგავსი დინამიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაზე, კერძოდ ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი პროდუქცია კონკურენტუნარიანია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა, რომ მომავალ წლებშიც გავაგრძელოთ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, რათა გაიზარდოს საქართველოში წარმოებული პროდუქციის მოცულობა, ქვეყანაში შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები. საქართველოს ტრანსპორტის სექტორმა 2026 წლის იანვარ-ივლისში რეკორდული მაჩვენებლები დააფიქსირა. ქვეყნის საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში საქართველოს რკინიგზასა და სამოქალაქო ავიაციაში ტვირთბრუნვამ ბოლო 10 წლეულის მაქსიმალურ მაჩვენებლებს მიაღწია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის მზარდ როლს. წინა წლის ამ პერიოდთან შედარებით საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად 8%-ით მეტი ტვირთი გადამუშავდა. სარკინიგზო გადაზიდვების მაჩვენებელი 11%-ით მეტია. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები კი 4,6 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,3%-ით მეტია, რაც ბოლო 10 წლეულის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საქართველოში სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ბოლო 10 წლეულის რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს და ჩვენ ზრდა გვიფიქსირდება როგორც ნავსადგურებში, ასევე რკინიგზასა და ავიაციაში. აქვე ხაზგასასმელია, რომ ეს ზრდა ნამდვილად სისტემურია და მოიცავს ყველა ძირითად მიმართულებას. აქვე მაგალითისათვის მოვიშველიებ ნავსადგურებს, სადაც გაზრდილია ყველა ძირითადი სახეობის ტვირთის გადამუშავება. ასევე უნდა ხაზი გაესვას რკინიგზაზე არსებულ ზრდას, სადაც გადაზიდვების ყველა რეჟიმში გაზრდილია ტვირთები, როგორც ტრანზიტში, იმპორტში, ექსპორტსა და ადგილობრივ გადაზიდვებში და სწორედ ასეთი თანმიმდევრული და ზოგადად მრავალმხრივი ზრდა აჩვენებს იმას, რომ ეს შედეგი ერთჯერადი არ არის. საქართველოს ნავსადგურებში საერთო ტვირთბრუნვის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 24%-ით არის გაზრდილი. ამავდროულად განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საკონტეინერო გადაზიდვების მაჩვენებელიც გაზრდილია დაახლოებით 8%-ით. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ციფრებია, რამდენადაც ხაზს უსვამს საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური სექტორის და განსაკუთრებით საავტომობილო სექტორის სანდოობას საერთაშორისო გადამზიდავებისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ხაზს უსვამს, რომ ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს, მათ შორის 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ნიუტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის მარიხუანა და ალფა-პვპ. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ასევე ამოიღო ერთ-ერთი დაკავებულის მიერ გაყიდული ნარკოტიკი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ალფა-პვპ პოლიცია მანამდე ამოიღო, ვიდრე ნარკოტიკს გასაყიდად სამალავებში დატოვებდნენ. გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინაში სამართალდამცველები ოპერატიული ინფორმაციით შევიდნენ. ჩაატარეს ჩხრეკა და ადგილზევე დააკავეს 31 წლის მამაკაცი. კურიერის ინფორმაციით ის საქართველოს მოქალაქეა და ამ მისამართზე ქირით ცხოვრობდა. ნაქირავე ბინაში დაფასოებულ და გასაყიდად გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებას ინახავდნენ ირანის მოქალაქეებიც. კურიერის ინფორმაციით ორივე მათგანი ახალგაზრდა ქალია. ისინი შეთანხმებით ჯგუფურად მოქმედებდნენ. ქალებს ხედავდი უბრალოდ აქ. გაქირავებული ქონდა და ირანის მოქალაქეები, არაბები იყვნენ, არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. სამართალდამცველებმა დაფასოებული ნარკოტიკი ირანის მოქალაქეების პირადი ჩხრეკისას ამოიღეს. მოგვიანებით საგამოძიებო მოქმედებებმა მათ დროებით საცხოვრებელ სახლში გადაინაცვლა. ნარკოტიკი პოლიციამ ბინაშიც იპოვა. ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტიც, რათა დადგენილიყო ის ადგილი, სადაც ირანის მოქალაქეებს გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკი ჰქონდათ დატოვებული. თბილისის სხვადასხვა უბანში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად სამართალდამცველებმა კიდევ 2 პირი აიყვანეს, მათ შორის ერთ-ერთი რეალიზატორია. ნარკოტიკული საშუალების ეძინა შენახვა რეალიზაციის ხელშეწყობა აქვს და გადაცემა აქვს, ასევე ბრალდება. მეტებზე დუმილის უფლებას აფიქსირებს. 5 პირის დასაკავებლად საპოლიციო ღონისძიება თბილისში ვაკე საბურთალოს და გლდანი ნაძალადების პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს. ამ დრომდე გრძელდება გამოძიება ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დასადგენად. ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 5 პირი დავაკავეთ. მათ შორის 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ნარკორეალიზატორია. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნიუტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. დებოდნენ საკუთარი სახლის სადარბაზოებში რეალიზაცია ხდებოდა ქუჩაში. ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. მოპოვებული მტკიცებულებები კი ნარკოდანაშაულის საქმეში დევს. ქობულეთსა და ქედაში შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პოლიციის ახალი შენობები გახსნა. სულხან თამაზაშვილის განცხადებით, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლება და სამართალდამცველთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შენობები უახლესი ინვენტარით არის აღჭურვილი, მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცეები, ნიუტკიცების შესანახი ოთახები, ასევე თანამშრომლებისთვის მოსასვენებელი და სასატილო ოთახები. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. ქუთაისში ასევე გაიხსნა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი თანამედროვე სტანდარტების 150-მდე თანამშრომელზე გათვლილი ბაზა. მოიწყო სხვადასხვა დანიშნულების სივრცე, მათ შორის გამნახველებისა და კინოლოგიური სამსახურისთვის განკუთვნილი სპეციალური შენობები. სამართალდამცველების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და
მოქალაქეებისთვის ეფექტიანი საპოლიციო მომსახურების მიზნით აჭარის რეგიონში, კერძოდ ქედასა და ქობულეთში მნიშვნელოვანი საპოლიციო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. ქედაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა აღიჭურვა და უკვე გაიხსნა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობა, რომელიც 32 თანამშრომელზე არის განკუთვნილი. ასევე თანამედროვე სტანდარტების შენობა აშენდა ქობულეთის რაიონული სამმართველოს ხუცუბნის განყოფილების თანამშრომლებისთვის, რომელიც 24 თანამშრომელზეა გათვალისწინებული. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მიღებას იწყებს. სწავლას 20-მდე სტუდენტი შეძლებს, რომლებსაც უსაფრთხოების სფეროში სპეციალიზებული განათლების მიღება და პროფესიული ცოდნის გაღრმავება სურთ. პროგრამა გულისხმობს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებებს და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა კონტრდაზერვა და კიბერუსაფრთხოება. სასწავლო პროცესს სახელმწიფო სრულად ააფინანსებს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ. წელს პირველად გამოვაცხადეთ ჩვენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების მსურველთა საბუთების მიღება. ეს პროგრამა მნიშვნელოვანია, სამაგისტრო პროგრამა პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს პროგრამა ხელს უწყობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მაღალკვალიფიციური პროფესიონალი კადრების მოზიდვას. გარანტირებულად სამაგისტრო პროგრამის გავლის შემდეგ უკვე წარმატებულ კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა რომ დასაქმდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. წელს ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს 20 სტუდენტის მიღება. თავად ასე ვთქვათ, პროგრამის სპეციფიკა ითვალისწინებს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლების კომპონენტებს, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს. ახლა კი უცხოეთი უკრაინაში ანტიკორუფციული უწყებები მასშტაბურ სპეცოპერაციას ატარებენ. ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკა დეპუტატების და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება. სამართალდამცველების განცხადებით, საქმე დანაშაულებრივი ორგანიზაციას ეხება, რომელსაც მოქმედი და ყოფილი დეპუტატები ხელმძღვანელობენ. ოფიციალური ვერსიით ისინი პრეზიდენტის ოფისის მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან იყვნენ დაკავშირებული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის ირინა მუდრას სახლში და სამუშაო სივრცეში. ანტიკორუფციულმა უწყებმა ფიგურანტების საუბრის აუდიო ჩანაწერიც გაავრცელეს. საქმეზე დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ნაბუმ პროკურატურასთან ერთად გამოავლინა პირთა ჯგუფი, რომელმაც დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხების ლეგალიზება უზრუნველყო. საუბარია 150 მილიონ უკრაინულ გრივნაზე, რომელიც მიდასის საქმეზე ერთ-ერთი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრის გირაოსთვის გადაიხადეს. სქემის ასამუშავებლად ჯგუფმა სახელმწიფო ბანკი გამოიყენა. რადაში დეპუტატები გამოეხმაურნენ ზელენსკის ოფისთან დაკავშირებულ მიმდინარე ანტიკორუფციულ სპეცოპერაციას, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბრალდებებსა და არჩევნების ჩატარების მოწოდებებს, ასევე პრეზიდენტის საკადრო გადაწყვეტილებების გამო უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. ოპოზიცია ქვეყანაში მმართველობით კრიზისზე საუბრობს და ზელენსკისგან განმარტებებს ითხოვს. საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან მოსახლეობას უმსხვილესი ოპოზიციური პარტიების წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა მიმართეს. პარალელურად რადასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ევგენი ხმარას დაანიშნოს აპროტესტებენ და პოსტზე მიხაილო ფედოროვის დაბრუნებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიალოგის დაწყებას მოითხოვენ. კიდევ ვინ დარჩა ზელენსკის გუნდში ისეთი, ვინც ან არ გაქცეულა, ან ვისთვისაც ბრალი არ წაუყენებიათ, ან თავად ზელენსკი არ დაუდანაშაულებია დანაშაულებრივი სისტემის შექმნაში. ეს არის კორუმპირებული და არაკომპეტენტური სისტემა. ზელენსკის გუნდში მხოლოდ არჩევნები, ხელისუფლების შენარჩუნება და ომი აინტერესებთ. არსად ისმის მთავარი სიტყვა, რომელსაც ყველა უკრაინელი ელის და ეს სიტყვა მშვიდობაა. ახლა უკვე ჟურნალისტები ცდილობენ ზელენსკის ვებგვერდზე პეტიციის დარეგისტრირებას პრესკონფერენციის მოთხოვნით. იმისთვის, რომ ზელენსკი ჩაკეტილი წრიდან გამოვიდეს. WhatsApp-ში რჩეულ ჟურნალისტებთან ურთიერთობა შეწყვიტოს და საზოგადოებასთან დაიწყოს კომუნიკაცია. უამრავი უპასუხო კითხვაა, იმიტომ რომ ხელისუფლებას ეშინია საკუთარ მოქალაქეებთან საუბრის.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით გასული წლებისგან განსხვავებით წელს ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო სამკომპონენტიანი ვაქცინა შემოვიდა, რომელიც 80%-იანი ეფექტურობით ხასიათდება პედიატრიულ პოპულაციაში. ივანე ჩხაიძის განმარტებით სამკომპონენტიანი ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ არის რეკომენდირებული. ვაქცინაციისათვის იდეალური პერიოდი არის ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის დასაწყისში, პირველ რიგში გათვალისწინებული რისკი ჯგუფებისთვის და რისკი ჯგუფებს მიეკუთვნება სწორედ მცირე ასაკის ბავშვები, ეს არის 2 წლამდე ასაკის ბავშვი, 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ორსულები, 6 თვიდან ზემო ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია გრიპის დასაშვებია. ქვეყანაში შემოვა სამკომპონენტიანი ვაქცინა. სამკომპონენტიანი ვაქცინის შემადგენლობაში შევა 2 A ტიპის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო კომპონენტი და 1 B ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო კომპონენტი 80%-ით ეფექტურობით ხასიათდება. პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისთვის 20 აგვისტოს 18 საათზე იწურება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს. მიღებულ შედეგს და შესაბამისად შეადგინონ პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი. აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ აერჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობით საგანმანათლებლო პროგრამები. აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ დღეიდან 20 აგვისტოს 18 საათამდე გადახედონ მათ მიერ არჩეულ პროგრამათა ჩამონათვალს და სურვილის შემთხვევაში ცვლილებები განახორციელონ პროგრამათა რეიტინგულ ჩამონათვალში. მოვუწოდებთ და ვთხოვთ აბიტურიენტებს, რომ კიდევ ერთხელ გადახედონ თავიანთ მიღებულ შედეგებს, მიაქციონ ყურადღება თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიმდინარე კონკურსის მიმდინარეობას, კონკურსის შედეგებს და მხოლოდ ამის შემდეგ სურვილის შემთხვევაში მიიღონ გადაწყვეტილება პროგრამების რეიტინგულ სიაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შესახებ. რუსთავში ქალაქის ისტორიის დამადასტურებელი კიდევ ერთი აღმოჩენა გაკეთდა. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის მეოთხე დარბაზში თამარ მეფის მამის გიორგი მესამის პერიოდის შევარდნიანი მონეტა აღმოაჩინა. მონეტა მე-12 საუკუნის ქართული ნუმიზმატიკის უნიკალური ნიმუშია. ეს არის დღემდე აღმოჩენილი პირველი ქართული მონეტა, რომელზეც მხედრული წარწერაა დატანილი და ქორონიკონით თარიღდება. რუსთავის დიდი ისტორიის დამადასტურებელი ახალი აღმოჩენები გვაქვს ქალაქში. ჩვენი არქეოლოგიური ექსპედიცია გრძელდება. წელს ყველაზე დიდი აღმოჩენა არის თამარ მეფის მამის გიორგი მესამის მონეტა, რომელიც ნუმიზმატიკური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. გრძელდება სამუშაოები როგორც ექსპედიციის მიმართულებით, ასევე აქტიურად ვიწყებთ მუშაობას არსებული ციხესიმაგრის ჩვენი უნიკალური ძეგლის კონსერვაციის პროექტის შემუშავებაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა რაც წელს გვაქვს, ეს არის გიორგი მესამის შევარდენიანი მონეტა, თავის მხრივ ერთ-ერთი ულამაზეს მონეტად ითვლება და უნიკალურია, იმიტომ რომ მას აქვს ქართული მხედრული წარწერა და ქორონიკონი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა არის მინის ჭურჭლები, სასმისები. შესაძლოა ერთ-ერთი იმპორტი იყოს, მაგრამ დანარჩენი რუსთავში არის აღმოჩენილი და მხოლოდ რუსთავში იწარმოებოდა. 10 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი სტიქი დაზარალებული სოფელ ერისმედის აღსადგენად. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელში დაატბორილ და დაზიანებულ სახლებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია გაამაგრებს და რეაბილიტაციას ჩაუტარებს. პროექტის მიხედვით დაგეგმილია სოფლის დაზიანებული საგზაო ქსელის სრულად განახლება, ზედაპირული და სანიაღვრე წყლების გასატარებელი სისტემების მოწყობა და აღდგენა, სოფლის მიმდებარედ არსებული მდინარეების კალაპოტებისგან გაწმენდა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა. რათა მომავალში წყალდიდობისა და დატბორვის რისკები მინიმუმამდე შემცირდეს.
სახლით თითქოს უკვე მეშინიან რომ დალბა უკვე თელი გაზაფხული რაც დადგა პატვალში წყალი არ დაფშრევა. საქართველოს აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს სოფელ ერისიმეთში ადგილობრივებს ივლისის სტიქიის შემდეგ სახლები და სარდაფები გრუნტის წყლით ეტბორებათ. ყოველი უხვინა ლექის შემდეგ შესაბამისი სამუშაოები ტარდებოდა, თუმცა პრობლემის აღმოფხვრისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და სოფლის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიგეგმა. ძალიან ცუდი მდგომარეობა ჰქონდა. ნაავარიებული აქ ყოფნაც აი ძალიან საშიშია. ზამთარი მოდის. წვიმები რო იქნება და რაღაცა აქ ცხოვრებაც რა ვიცი მე სარისკოა ყურადღებას გვაქცევენ, მოდიან, იმედებს გვაძლევენ და თქვენ გვერდით გვეგულეთო. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა, გამაგრება, გზების და სანიაღვრეს სისტემების მოწყობა, ასევე სოფლის სიახლოვეს არსებული მდინარეების კალაპოტების გაწმენდა, ფორმირება და გობიონების განთავსება. 8 ივლისს, როდესაც მოხდა სტიქია ჩვენ მოსახლეობას, მივეცეთ პირობა, რომ ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებდით მათზე. დღეს კონკრეტული გადაწყვეტილებებით ვართ მოსული, კერძოდ მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოცხადებული აქვს ტენდერი სახლების გამაგრებით სამუშაოებზე, სახურავები, ფასადები, ღობეები, ქუჩებს და სანიაღვრე არხებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს მის რეაბილიტაციას, ასევე ნაპირდავცემ სამუშაოებს და ჩვენ შეგვიძლია და გარანტირებულად მივცეთ პირობა შეგვიძლია მოსახლეობას, რომ ისინი ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ იცხოვრებენ უსაფრთხო და ხარისხიან გარემოში. იმისთვის რომ არ მოხდეს საზღვრისპირა სოფლიდან ახალი თაობის მიგრაცია, გარდა აღდგენა გამაგრების სამუშაოებისა, ერისიმეთში იგეგმება ახალი სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებების მშენებლობაც. ყოფებით სილაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმეთში, რომელიც არის განსაკუთრებული მნიშვნელობის როგორც თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ისე შინაარსით. აქედან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი მაქსიმალურ ყურადღებას გამოიჩენს მიმდინარეობს პროექტირება საშუალო სკოლის მშენებლობისთვის, ასევე გამოცხადებულია საბავშვო ბაღის მშენებლობის სამშენებლო ტენდერი. სოფელ ერისიმეთში ეკომიგრანტები მაღალმთიანი აჭარიდან და პანკისიდან გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაასახლეს. ამ ეტაპზე სოფელში 300-მდე ადამიანი რჩება, რომლებიც პროექტის დასრულების შემდეგ გაუმჯობესებულ პირობებში იცხოვრებენ. ბახმაროში საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული და სანახაობრივი ღონისძიება ტრადიციული დოღი ბახმაროს თასი 2026 გაიმართა. შეჯიბრების ფარგლებში მხედრებმა 4 გარბენში მიიღეს მონაწილეობა. ბახმაროში დოღის ტრადიცია გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს სათავეს. ყოველწლიურად ფერისცვალების დღეს გურიიდან, აჭარიდან, სამეგრელოდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან მხედრები კურორტზე იკრიბებიან და ტრადიციულ შეჯიბრებაში მონაწილეობენ. დოღი წლების განმავლობაში ბახმაროს ერთ-ერთ მთავარ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებად ჩამოყალიბდა და მას ადგილობრივებთან ერთად არაერთი სტუმარი ესწრება. შაშანას აქ დავიკავე პირველი ადგილი თავარდოში მარვლაში, წელსაც შევძელი და დავიკავე სოფლის ცხენებში პირველი ადგილი და ვეცდები რომ ყველა წელიწადს მივიღო მონაწილეობა და დავდო ჩემი შედეგები. დოღზე მოვედი პირველად და ძალიან მომეწონა. მე გულშემატკივრობდი 44 ნომერს, მაგრამ მეორე ადგილზე გავიდა. მაგრამ არაა ცუდი. კარგად გავერთე და რავი მომეწონა. ულოცავ პირველ რიგში მთელ საქართველოს ყველა მართლმადიდებელს, ქრისტიანს და უსურვებ ხანგრძლივ ბედნიერ ცხოვრებას და ასევე განსაკუთრებით ულოცავ გურულებს, რომელსაც ეს დღე ცოტა სხვანაირად პოზიტიურად აქვს ასეთი ღონისძიებებით მათ შორის წარმოჩენილი. ულოცავ გამარჯვებულებს, ძალიან საინტერესო ღონისძიება იყო ძალიან ისეთ დაძაბული ჭიდილი და გამარჯვებულებს ულოცავ, ისინი როგორი ემოციებით იღებენ ამ ყველაფერს, ყველამ ერთად ვნახეთ და მე მგონია რომ დღევანდელი დღეც არის ერთ-ერთი დღე გარდა იმისა, რომ ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც ესეთი სიხარულით ასწევს ხოლმე და ბედნიერებას უსურვებ კიდევ ერთხელ ყველა ქართველს. მინდა გურიას, ჩოხატაურს და სრულიად საქართველოს მიულოცო ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაული. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ბახმაროში ტრადიციულად, სადაც ვზეიმობთ ამ დიდ დღესასწაულს. ის მთავარი მოვლენა არის ტრადიციული დოღი, სადაც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ველოდებით ცხენოსნებს, უამრავი სტუმარია, საზეიმო განწყობაა და მინდა რომ უსურო სრულიად საქართველოს მშვიდობა, კეთილდღეობა და დღევანდელი დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს. შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი აჭარაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ხარისხის კვლევა
უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება, რაც მოსახლეობისა და დამსვენებლების უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი მდგომარეობის კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმია. ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად ამ ეტაპზე ზღვის წყლის ხარისხი სანაპირო ზოლის შერჩეულ 7-ვე წერტილში დასაშვები ნორმების ფარგლებშია. მიმდინარე სეზონზე 98 კვლევა განხორციელდება ჯამში, სეზონურად ყოველთვიურად სულ მცირე 3 არანაკლებ 3 კვლევა ტარდება. ეხლა ვიყავით 3 სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც 7 პარამეტრზე ჩატარდა როგორც მიკრობიოლოგიური, ასევე ფიზიკურ-ქიმიური კვლევები. ყველა პარამეტრი, მათ შორის ეს არის pH-ი, ჟანგბადი, ელექტროგამტარიანობა, შუქის გამტარიანობა და წყლის ხარისხის ყველა პარამეტრი არის ნორმაში. აღნიშნული სინჯები იგზავნება გარემოს ეროვნულ სააგენტოს აკრედიტებულ ლაბორატორიაში, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების დანადგარებით. შესაბამისად, ყოველთვიური შედეგები გვაჩვენებს, რომ შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. დღეს ფერისცვალებაა. დღესასწაულთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ტაძრებში წირვა ჩატარდა. ფერისცვალების დღესასწაული ერთ-ერთია 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის. როგორც ცნობილია, იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული 3 სასწაული აღესრულება აღდგომას, ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას, მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს ფერისცვალების ღამეს თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა შიომესამე წირვა სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში ფერისცვალების სახელობის ტაძარში აღავლინა. ეს არის ესეთი სიმბოლური დღე, როდესაც დასაბამი დაედო წარმართული რწმენის რღვევას საქართველოში და წმინდა ნინოს მიერ სრულიად საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებას. ასე რომ გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ დღეს და აი ჩვენ მას შემდეგ უკვე გავიდა 1700 წელი და ჩვენ წელს ვზეიმობთ ამ დიდებულ დღესასწაულს. როგორ უნდა დავიწყოთ ჩვენ ფერისცვალება? როგორ უნდა მოხდეს ეს ჩვენში? რით დავიწყოთ? უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით. მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით. უნდა ვეცადოთ დავიწყოთ გავხდეთ უფრო მომთმენი, დავიწყოთ მოთმინება, ვეცადოთ არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ჩვენ ასე ვიშრომებთ, ვეცდებით, ვიმეორებთ, მაშინ უფალიც შეგვეწევა, თავის მადლს მოგცემს და გავა შეიძლება რამდენიმე თვე თუ წელი და აღმოვაჩენთ, რომ ჩვენში ცვლილება მოხდა. მე მინდა დავლოცო სრულიად საქართველოს. უფალმა ინებოს ჩვენი ყოველი ჩვენგანის ფერისცვალება, ჩვენი ქვეყნის ფერისცვალება, ქრისტეს გზაზე გაძლიერება და გამთლიანება. კურიერი 6-ზე დასრულებულია. მე დღეს ამით გემშვიდობებით. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ მეტი ინფორმაციისთვის უნდა ეწვეთ ჩვენს ვებგვერდს rustavi2.gr და ასკენერეთ QR კოდი და შემოგვერდეთ Facebook გვერდზე. ნახვამდის.